კიდე ერთი სტარტაპი, მოკლედ თვითონ კომაროვი ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა არის ჩემ ცხოვრებაში კომაროვის სკოლა და რამდენიმე როლში ვიყავი, ასე ვთქვათ, ერთი ვიყავი მოსწავლე 1987 წლიდან 1990 წლამდე ვიყავი კომაროვის სკოლის მოსწავლე და წარჩინებით დავამთავრე ოქროს მედლით და მოკლედ რაღაცა ოლიმპიადები მოვიგე და ასე შემდეგ და ძალიან მიხარია და მიამაყება ეგ დრო. მე აღმოვაჩინე რომ კომაროველი ესე იგი ერთხელ კომაროველი სამუდამოდ კომაროველია და ეს შეგრძნება სულ მქონდა ჩემი მეგობრებიც კომაროველები შემომრჩნენ და ასე შემდეგ. ერთი ძალიან სამწუხარო მიზეზი რატომაც გამყარდა ეს ჩვენი კომაროველობა იყო რომ ჩვენი კლასელი ეკაბეჟანიშვილი დაიღუპა 9 აპრილს და თითქოს ამ კომაროველობამ ესისიც შეიძინა რაღაცა, ესე იგი პატრიოტული სულისკვეთება და ფაქტიურად ეს კლასი გაგვაერთიანა ეკამ ძალიან მნიშვნელოვნად და ფაქტიურად იმის მერე ყოველ 9 აპრილს ვიკრიბებით და მოკლედ ძალიან მნიშვნელოვანი ის გახდა თითოეული ჩვენგანისთვის ყველაფრისგან დამოუკიდებლად. მე გავხდი კომაროველების მშობელი, ჩემო ბატონო და ჩემო ორივე შვილმა კომაროველი დაამთავრა. ეს ძალიან ხშირია კომაროველებს უნდათ ხოლმე თუ მათ შვილების სურვილიც იქნება რომ კომაროველები გახდნენ და მაკომას და ელენემაც ჩააბარეს კომაროვში და დაამთავრეს. თუმცა, რა ვიცი, ძალა არ დაგვიტანებია პრინციპში არც ერთზე და ვერც დაატანდი ძალას დიდად, ესე იგი დამოუკიდებელი ბავშვები იყვნენ და არიან. და ამასობაში გავხდი 2007 წლიდან, ანუ სანამ მშობელი გავხდებოდი კომაროველის, გავხდი ალუმნი ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი და აქტიური მონაწილე და მაგაზეც მინდა ვთქვა, რომ პირველი ჩემი საზოგადოებრივი საქმიანობა, პირველი და ძირითადი შემიძლია ვთქვა, რომ მაგდენი ენერგია საზოგადოებრივ საქმეში, სხვა საზოგადოებრივ საქმეებშიც ყოფილ ვარ, ზოგი, რა ვიცი, უბნის ან სოფლის ან რაღაცა არასამთავრობო ორგანიზაციის კუთხით უნივერსიტეტებში, სკოლებში რაღაცა ბევრი რამე მიკეთებია უფრო ეპიზოდურ როლებში და კომაროვის შემთხვევაში შემიძლია ვთქვა, რომ რა ვიცი 18 წელია, მოკლედ ამ ალუმნი ასოციაციაში ძალიან აქტიურად ვარ და მონაწილეობ და მაგას მინდა ხაზი გაუსვა და როდესაც კარიერის განვითარებაზე, კარიერ კაუნსელინგს რო აკეთებენ, მოკლედ აუცილებლად არის ყველა სახელმძღვანელოში და ყველა გაიდში სტრატეგიული მოხალისეობა. ანუ გეუბნებიან, რომ შენ სანამ მაგარი გახდები და მოთხოვნადი გახდები დაუშვათ როგორც ტრენერი, უნდა იყო მოხალისე ტრენერი. რა თავიდან ეგრე უნდა დაიწყო, იმიტომ რომ ახლა თავიდან არ გიცნობე როგორც ტრენერს და ფულს არავინ არ გადაგიხდის. ან თავიდან არ გიცნობე როგორც ვიდეოგრაფს და ფულს არავინ გადაგიხდის. ორ კურდღელს კლავ, ერთი რომ შენ რაც გედარდება იმ საქმეს იმას შვები, ასე ვთქვათ, ეხმარები უფასოდ ამ შემთხვევაში კომაროვს. მეორე არის რომ ნეტვორკი რა თქმა უნდა ვითარდება და ეს ხალხი ხედავს და გაფასებს და მეორე დროთა განმავლობაში შეიძლება უკვე რაღაცა პროფესიულ კონტექსტში და გამოთქმა მე ძალიან მომწონს რომ ვინც იმაზე მეც აკეთებს ვიდრე უხდიანო, ცოტა ხანში იმაზე მეც გადაუხდიან ვიდრე აკეთებსო და აი მოხალისეობაშიც ეგ ამბავი კარგად ჯდება, ხო? ამიტომ ეს კომაროველობა ჩემთვის ფაქტიურად არის მოხალისეობასთან პირდაპირ დაკავშირებული და პირველი მნიშვნელოვანი მოხალისეობა ჩემთვის კომაროვი იყო და მე გაუგეგემო და მე მივხვდი რომ სხვა მოხალისეობებსაც შეიძლება ესეთი, ანუ ემოციურად ძალიან დამაკმაყოფილებელიც ყოფილიყო, პროფესიულად განმავითარებელიც ყოფილიყო და ასე შემდეგ და მგონია რომ მოკლედ ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა გავაკეთე და თან ისიც არის რომ გავლენაც როგორ გითხრა, ესე იგი ესეთი გამოთქმა დამხვდა მე საერთაშორისო აკადემიებში რომ დავიწყე მოხალისეობა, იქ ამბობენ რომ nothing beats heart of a volunteer, რომ მოხალისის გულს ვერაფერი ვერ მოერევა რა, იმიტომ რომ ესე იგი თუ არ გეხალისება და არ გააკეთებ და თუ გეხალისება ისე მაგრა გააკეთებ რომ ლამის ვერავინ ვერ მოგერევა. რა, ეხლა ვერავინ ვერ მოგერევა, რაღაცა ობიექტური რეალობა არსებობს და ისა, მაგრამ აი მოწყენა, დემოტივაცია რაღაცა მაგ საქმეს არ უკავშირდება და ამიტომ მოკლედ ეს ჩემი
სტრატეგიული მოხალისეობა გადაიქცა მშობლობად რო გადაიქცა ესე კომაროველის მშობელი რო ვიყავი ხო გადაიქცა ძალიან ბევრი ახალგაზრდა კომაროველის მენტორი ვიყავი გზადაგზა ესეც მოხალისეობრივად მაგრამ ისა ძალიან ბევრ მასწავლებელს და პედაგოგს დავეხმარე და მართვის აკადემიაში და ფლომასტერშიც მოწვეული ყავდა ეს ხალხი ტრენინგებზე და მათ მენეჯმენტის განვითარებაში დირექტორის მრჩეველი ფაქტობრივად სულ ვიყავი მთელი ამ დროის განმავლობაში და მოკლედ მანდაც ბევრი რაღაცა იყო ძალიან ბევრი შეკრება იყო მე მინისტრი რო ვიყავი ანდრების ბუნებრივია რომ კომაროვთან კიდევ უფრო მეტი შეხება მქონდა და ის მთელი პერიოდი რო შეხება მქონდა მაგრამ ეგეც დამეხმარა სხვა შორის ეგეც უნდა ვთქვათ რომ ეს ჩემი მინისტრობა საიდან მოვიდა რომ პრემიერ-მინისტრი მაშინდელი გიორგი კვირიკაშვილი იყო კომაროველი და იმ კომაროველის მოხალისეობაში გავიცანით ერთმანეთს მე გიორგის სკოლიდან არ ვიცნობ ჩემზე უფროსი იყო რამდენიმე წლით და იქ გავიცანით ერთმანეთი და ეს სტრატეგიული მოხალისეობა ეგრე გამოიყურება რომ მე იქიდან ესე იგი რაღაცეები იბადება შემდგომი ამბები. ამიტომ შემიძლია ვთქვა რომ შევაჯამო რომ რთული ის არის რომ პერიოდულად გეფიქრება რომ რას ვაკეთებ და სად მაქვს ზედმეტი დრო და ოჯახს ვაკლევარ, სამსახურს ვაკლევარ და ამ შემდეგ დაკავებულია ყველა და ეს მაჯლაჯუნები გეუბნება რომ რა დროს მოხალისეობაა და ისა მე როდესაც არ გამოდის და შედეგი არ ჩანს გეფიქრება რომ საერთოდ ტყუილა ვაკეთებ და ესე იგი ხმამა ღაღადებლისა უდაბნოსა შინა რა თქმა უნდა და ეგ სერიოზული გამოწვევაა მე მესამე გამოწვევაა რომ ხალხს ჩვენთან არ ჯერა მოხალისეობით და რაღაცა იწვის თვალით გიყურებენ რომ რა გინდა ნეტა შენ ესე იგი რატომ მოხალისეობ რამე ინტერესი ხო არა გაქვს არის ხოლმე ეგეთი და ეგეც რაღაცა ნეგატივია მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი მაინც ის არის რომ შენ ვითარდები მნიშვნელოვან საქმეს აკეთებ, ნეტვორკს ივითარებ და საბოლოო ჯამში აუცილებლად დაფასდება რაღაცა ფორმით ემოციურადაც და პრაქტიკულადაც ეს სტრატეგიული მოხალისეობა ეს მასწავლა მე კომაროვმა და კომაროველობა.